მოგისალმებით ყველას მეგობრებო, დღეს ერთი საკითხი უნდა გადავწყვიტოთ, განვიხილოთ. ზაში მე და ჩემმა მეუღლემ ვიჩხუბეთ ერთ რამეზე. ვერ გავიგეთ მრგვალია თუ არა ეს დედამიწა. ნუ ხა რა ჭრილში ის რომ სიმრგვალე შეიძლება ყველგან არსებობდეს, ეგ არ არის გამორიცხული, მაგრამ საიდან იწყება ეს სიმრგვალე, გავიგოთ ჩვენ ახლა აი ამ ქართული არბანის მეშვეობით. მოდი ერთად განვიხილოთ. მე დავიწყებ წერას. ჩემი მსვენელის მიერ დაჩუქარი ბლოკნოტი, წიგნი, სადაც ეხლა დავიწყებ მე ხაზვას და სწორედ ამ დედამიწის შესახებ ქართული ანბანი რას გვეუბნება, მოდი ვთქვათ. ქართულში რა არის მოცემულობაში, ეს განვიხილოთ კარგით. დიდი ხანი არ მაქვს დრო, მაგრამ რაღაცა დროს დაგითმობთ დღეს ველოდები სტუმარს. და სწორედაც სტუმართან, როდესაც მოვა გავწყვეტ შემდეგ ლაივს. მანამდე ყველას დაგახმოვებთ. ყველა. ერთი სიტყვით ჩვენ გვეუბნება ქართული ენა, რომ არსებობს სადღაც შუასკნელი, ზესკნელი, ქვესკნელი, ხო? ანუ ძალიან ადვილი ამის გაგება, რომ ქართულ ანბანში, ისევე როგორც ქართულ ზეპირსიტყვიერებაში, ქართულ სამეთყოლო აპარატში არსებულა ინფორმაციები, რომელი ინფორმაციების მეშვეობითაც გესმით, ხო? რომელი ინფორმაციების მეშვეობითაც ჩვენ ვიგებთ ერთ რამეს, რომ ამა თუ იმ სიტყვაში დაფარული არის ინფორმაცია და მოდი დავწეროთ ახლა ჩვენ ეს ინფორმაცია. შუა სკნელი. შემდეგ არის ზესკნელი და შემდეგ არის ქვესკნელი, ხო? ქვესკნელი. ესე იგი, სადღაც არის, ანუ სივრცე, მოდი ავიღოთ ესე იგი პლაზმა, არის რაღაც სივრცე, შუა, ზე და ქვე. პირობითად მე ამას დავარქმევ, აი აქ დავსვავ მზეს და აქ დავსვავ მთვარეს. ხო? ნუ თქვათ, რომ აი აქ არის მზე და აქედან შემოდის შუასკნელში ეს სინათლე და აქ არის ქვესკნელი. აი ეს შუა არის და აქ შემოდის სინათლე, ოღონდ აი მზისგან არ ეკლილი, ხო? მთვარე და მზე. აი ამას ესე გავუკეთებ, რომ ეს შეზღუდული სინათლეა. ეხლა რას გვეუბნება ეს ფორმულა რა, რომ სადღაც არის პლაზმა, ხო? აი აქ არის პლაზმა. სადაც შუასკნელში არის, აი ვთქვათ, აი მთები, აქ ადამიანიც დგას. ხო? აქ ხე არის. აი აქ ესე ხე. და ეს ქვესკნელი არის როგორი, იცით? აი არ ვიცით რა არის. გვეუბნება, რომ აქ არის მიზიდულობის ძალა, აქ რაღაცა ატომი არის, რომელიც იზიდავს, აი ამ ყველაფერს დაბლა. ეს ისეთი რაღაცაა, რომ ეს რო არ იყოს, აი აქ ყველა გავფრინდებოდით მაგლა, ხო? ესე იგი არის თქვათ ზღვა, აი აქ ზღვა არის და ამ წყალს იკავებს, არ ვიცით რა მაგალითად, ხო? ამბობენ, ნუ ფიზიკაში ესეთი რაღაცაა, რომ აი აქ ჩვენ 17 ტონა ჰაერი გვაწვება თავზე. 17 ტონა ჰაერი გვაწვება თავზე და ეს გვაკავებს ჩვენ მიწაზე, რომ არ ავფრინდეთ მაღლა სადღაც ზეცაში. ამასთანავე თან არის მიზიდულობის ძალა და აი ამ ხეს თუ ვაშლი მოწყდა, ჩამოვარდება და აი ამ ადგილზე დაეცემა. გესმის? იმიტომ რომ მიზიდულობის ძალა არის. რეალურად ჩვენ გვისახავენ ესეთ რამეს, რომ აი ეს ადგილი არის მრგვალი. ანუ მოდი ეს ადგილი დავხატოთ ახლა მრგვალად. აი, გვეუბნება, რომ ეს ადგილი, აი ეს დედამიწა არის მრგვალი. კარგი, ვთქვათ, აი ეს სიმრგვალე აქ რო ჩავსვათ, აი ამაში, ხო, ამ პლაზმაში. იქნება პრინციპში დისკოს ფორმის, ხო? აი ესეთი დისკოს ფორმის. ნახე? აი ეს ავიღოთ,
ამოვატრიალო და ჩავსვათ შიგნით, ხო? ანუ გამოდის რომ ქვესკნელში არის კიდევ რაღაც სივრცე, მაგრამ თუ ეს მხოლოდ ამ სიმრგვალეს წარმოადგენს, ხო და ჩაისმევა აი ამ შუა გულში, მაშინ შუა გულში კიდე არის აი მაგალითად აი ესეთი ის დაიხაზება რა. ეს არის ზესკნელი, ეს არის შუასკნელი და ეს არის კიდე შუასკნელში კიდე შუასკნელი, ქვესკნელი. რომელიც პრინციპში აი ეს იზიდავს ამას, ხო? აი ამ შუასკნელში, აი ამ სივრცეში მყოფი შუა წერტილი იზიდავს მზეს. ისინი კავშირში არიან ერთმანეთთან. სინამდვილეში ეხა რა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, იცით მეგობრებო? ტიტუ დავიწყეთ რას ბოდიალობ. არ უბოდიალობ, ჩემი კარგო ვაჟა, ვიკვლევ საკითხებს და მოდი ერთად გამოვიკვლიოთ რა. გამოვიკვლიოთ. ყველაფერი ჩვენ რაც მოცემულობაში, ფიზიკაში მეცნიერებმა მოგცეს, არის ის ვითარება, რომელ ვითარებაზეც დღეს ვდგავარ და შეგვიძლია დავრჩეთ მაგ ვითარებაში, ან განვავითაროთ კიდე სხვადასხვა თეორიები და მოსაზრებები თუ რა შეიძლება იყოს ამის იქით. ნუ არის მხოლოდ სიმრგვალე, იმიტომ რომ ეს სიმრგვალე ჩვენ წარმოგვიდგენია, ეს სიმრგვალე წარმოგვიდგენია, აი დედამიწა წარმოგვიდგენია ჩვენ მხოლოდ 3D-ში, 3D და 9 და 10 განზომილება არსებობს, გესმის? 9 და 10 განზომილება არსებობს, რომელშიც უნდა გავიდეთ და აი ხა 3D-ში თუ ვინდა დავრჩეთ და ვიყოთ აი ამ სიმრგვალეში მარტო. აი ამ სიმრგვალის გარდა კიდევ ხო? აი ეს სიმრგვალეც არსებობს და ეს სიმრგვალეც არსებობს. კიდე ეს სიმრგვალეც არსებობს, 10 ესეთი სიმრგვალე არსებობს. ანუ 0 რა არის, ხო წრე? 10 წრი არსებობს და ამ 10 წრის განხილვა ხო შეიძლება რა? ჩვენ კი განიხილეს ნიუტონმა განიხილა მაგალითად 3D-ს განზომილება. 3D-ში როგორ მოქმედებს რაღაცა სივრცე. მაგრამ ამ 3D-ში მე მაგალითად დარჩენა მომბეზრდა და მე უხერხულებას ავით რა, იმიტომ რომ ხედავ უფრო მეტი სივრცეები არსებობს და აი როგორ გითხრათ რა, უნდა მოვაწილინოთ თქვენამდე ეს ხმა რომ აგიხსნათ, თუ ნიუტონმა მაშინ დაამტკიცა ის რომ მიზიდულობის ძალა არსებობს და ეს კაცობრიობის წარმოუდგენელი რაღაც იყო და უხილავი ძალები დაანახა ნიუტონმა, ეხლა მე განახებ კიდე უფრო მეტ ძალებს, რომლებიც შეიძლება იმაზე უფრო მაღლა იდგეს, გესმის და რა თქმა უნდა ძნელი იქნება ამის დამკვიდრება ჯერჯერობით, იმიტომ რომ მე მტკიცებულებები არ გამაჩნია და შესაძლებელია კიდევაც გამაჩნია, უბრალოდ ჯერ ჩინში არ არის გამოსული, არ გამოჩინებულან, არ გამოჩენილან, ესე. აი მე როდესაც მზეს ვუყურე, აი აქედან, ხო? მოდი ახლიდან არა, იყოს აქ. აი აქ ვარ მე, ვთქვათ, ხო? ეს მე არის აქ. აქედან ვუყურე მზეს. მზე დავინახე, რომ აი ეს გარსი არის სადღაც გასასვლელი პორტალი, გესმით? აი აქედან წარმოიდგინეთ, რომ ეს სიმრგვალე ესე იწყება რა. აი ესე. აი ესეთი მზე არის რა და ეს შემოფარგლული ვართ მისით. შარი შემოკრული აქვს დედამიწას, ხო ვთქვათ? ამის იქით ჩვენ ვერ ხედავთ რა ხდება. აი აქეთ რა ხდება ვერ ხედავთ, მაგრამ შიგნით ხედავთ რაც ხდება. აი ვთქვათ უყურეთ მზეს დიდი ხანი, ხო? ჩამავალ მზეს, მეგობრებო, ამომავალ მზეს და ჩამავალ მზეს შეგიძლიათ უყუროთ, თვალში შეხედოთ. თქვენ დაინახავთ ერთ რამეს, რომ ეს მზე არის, იცით როგორი რამეა? აი აქ რაღაცა დიდი ნათება და ამ პატარა სივრციდან შემოდის ეს სინათლე. აი ამ დიდი ნათების სინათლე ამ პატარა სივრციდან შემოდის ჩვენში. შეიძლება აქედანაც შემოდის, იმიტომ რომ აქ თუ ანათებს ეს ქვემოდან იღებს ამ სინათლეს და აქედან სუსტი სახით შემოდის, გესმის? ანუ მე ესე დავინახე. რაც შემა თვალმა დამანახა, ხო? ეს იყო მზე, რომელშიც არის გასაძრომი, ანუ პორტალი, გასაძრომი და თუ შენ იქ გაძვერი, იქ რა გახდება არ ვიცით, მაგრამ აშკარად ეს არ არის რაღაცა ცეცხლის წარმონაქმნი, ეს ცეცხლის წარმონაქმნი რო არ არის ეს დაინახა ჩემმა თვალმა, ვთქვათ, ხო?
მე ქართულანობაში ჩავიხედე და ქართულ სიტყვიერებაში გვაქვს ესეთი ქვესკნელი, ზესკნელი, შუასკნელი. სად უნდა იყოს ზესკნელი თუ არა მზის იქით? იმიტომ რომ მზის აქეთ ყველაფერს ხედავთ. ხო, მზის აქეთ, აი ნახეთ. ეს მზეა, ხო, მზის ქვემოთ ყველაფერს ხედავთ. მაშასა და მე ზესკნელი სადღაცა მზის იქით არსებობს. აი, მზის იქით არსებობს. რომელიც არ გვანახებს ჩვენ, აი ეს რაც გადახურული აქვს ამას, დედამიწას, ხო? ღრუბლების, ვარსკვლავების და ასე შემდეგ იმის სახით, ზოგი ამას შარს უძახის, ზოგი უძახის ატმოსფეროს, ზოგი უძახის მყარს, რა ვიცი, რაღაც. აქ რაც არის ხედავთ, მიწის ქვეშ რაც არის, იმას ვერ ხედავთ. აი აქ ვერ ხედავთ. იმიტომ რომ ჯერ უნდა ჩავთხაროთ, იქ გავთხაროთ, იქ მოვთხაროთ და მერე შეიძლება დავინახოთ, მაგრამ ამ სივრცეში ჩვენ ყველაფერს ხედავთ. თითქმის. აი ამ სივრცის გარეთ უკვე ჯერ ვერ ხედავთ ვერაფერს. და როდესაც აი თქვათ მოექცა მთვარე აქ, ხო? მთვარე აქ მოექცა. ხო არის? ხო გინახავთ მზე და მთვარე ერთდროულად. აი მთვარე თუ აქ მოექცა, ხო? შესაძლებელია, რომ აი ვთქვათ მთვარის სინათლე ესეც პორტალი იყოს? აი მთვარის სინათლეც პორტალი იყოს? ენოქი ამბობს, რომ მზე და მთვარეს ერთი ზომა აქვთ. უბრალოდ ერთი მეტად ანათებს, მეორე ნაკლებად. თქვენ რას ფიქრობთ? შესაძლებელია, რომ რატომ აქვს მთვარეს ნაკლები სინათლე? აი ეს კითხვა მააწუხებს მე, რატომ აქვს მთვარეს ნაკლები სინათლე ამ თეორიის მიხედვით რა? აი ხა იმ თეორიის მიხედვით რომ მთვარე მზის არ არეკლია და ეს კი გასაგებია, ყველაფერი დალაგებულად არის და ყველაფერი გასარკვევად არის ნათქვამი თითქმის, მაგრამ ამ თეორიის მიხედვით რატო შეიძლება რომ მზეს და მთვარეს სხვადასხვა სინათლეები ქონდეთ, მაინტერესებს და კიდე ის ფენომენი მაინტერესებს, როდესაც მზე მთვარეში მოექცევა, ანუ მთვარე მზეში, მთვარე რო გადაეფარება მზეს. აი, ნახეთ, გასაგებია, რომ აი ჩვენ ამებს პლანეტები დავარქვით, მაგრამ აი ნახეთ, ну აქ მარსია, ვთქვათ, აქ ვენუსი, აქ იუპიტერი და ასე დადიან ესენი, მაგრამ აი როდესაც ეს მთვარე მოექცევა მზესთან, მზის დაბნელებას რო ვეძახით და გადაეფარება მზეს აქ. და ეს ოდნავ შემოდის ხოლმე რკალივით, მერე სინათლე. აი ეს რა ფენომენია შეგვიძლია ახსნათ? თუ ორივე პორტალია, ანუ თუ ამაში გახვალ და პორტალია და თუ ამაში გახვალ და პორტალი ერთი და იგივე სივრცეში, ესე იგი არ გადის, იმიტომ რომ თუ ეს მოეფარება ამას და დააბნელებს, მაშინ ეს მთვარე ამის პორტალი არ არის. სადაც მზეში გადიხარ, იმაში ვერ გადიხარ, იმიტომ რომ ეს ეფარება ამას. ეს რომ ამის პორტალი იყოს, მაშინ ეს მოექცეოდა აქ, რკალი გახდებოდა და იგივე სინათლე შემოვიდოდა, იმიტომ რომ ამაში გამსვლელი სინათლეც მზეში გამსვლელი სინათლე იქნებოდა, ხო? ხო და ესე იგი გამოდის, რომ ამ ნახე სივრცე, რომელსაც ხსნის მთვარე და იქ თქვა შევედით მთვარეში და დავინახეთ იქ რა სივრცეა. ის სივრცე არის როგორც ჩანს მყარი. რამე თუ შეიძლება მოეფაროს მზის სინათლეს. და თუ კი მზის სინათლე დაიფარება მთვარის სინათლით, მაშინ რა ხდება? სავარაუდოდ მთვარეში გასულ სივრცეში კიდევ ხედავთ მზეს, ანუ მთვარეში როდესაც გავალთ, იქიდანაც ხედავთ მზეს. აი ლაბირინთივით არის რა, თუ გინახავთ ის ოთახი, ესეც ადრე იყო ეგეთი ფილმი ოთახები და ოთახში არიან რამდენიმე ადამიანი მოთავსებული და ეს ოთახი დადის რა და ხან რომელ სივრცეში გაიხსნება და ხან რომელ სივრცეში და კუბი ქვია ფილმს. კუბი ქვია. და არის ესეთი მომენტი, რომ ბოლოს ეს ყველაზე ესეთი, რომელსაც ვერ უგებენ და ეს ხან რაღაც ეს აკეთებს და გაისტიშ ხანკ რა
ჩვენ ვუწოდებდით ამას სულიერად ხეიბარს ვითომ სულიერად ხეიბარს ეს გავა სინათლეში ბოლოს რა ანუ საბოლოო ჯამში სულიერად ხეიბარს ვისაც ვუწოდებთ ის გადის სინათლეში იმიტომ რომ მას უფრო მეტი კავშირი აქვს სინათლესთან როგორც ჩანს იმიტომ ვუწოდებთ მათ სულიერად ხეიბარს თუმცა პირიქით არის სულიერად ხეიბარი ის ადამიანია რომელიც ვერ უგებს იმ ადამიანს რომელსაც სხვა სივრცეში აქვს ცდომა ასე რომ და ბლოკავს რა და საბოლოოდ მაინც ის გადის სინათლეში ვისაც მეტი ცდომა აქვს სინათლესთან და ეხლა მე რას ვაკეთებ იცი აი თქვათ ის თუ აი როგორც სეიფს თუ გადაატრიალებ იქ გადმოატრიალებ იქ რაღაცა განყვანი სივრცე უნდა მონახო მოძებნო იმ ციფრების მეშვეობით რომ აი ეს სივრცე გაიხსნას და მერე სეიფი კარი იხსნება ხო დაახლოებით ეგეთი მომენტია მთვარისა და მზის ამ პლანეტების ეს მოძრაობა რა ეს ყველა სხვადასხვა სივრცეა და თქვათ გავედით მთვარის სივრცეში მე ხლა ვამბობ უხილავ სხეულზე რა ეხლა არ ვამბობ ფიზიკური სხეულით მე ვამბობ სულიერი და მენტალური სხეულით გავედით მთვარის სივრცეში რა გვხდება იქ დაივიწყეთ ის წარმოდგენა რომ მთვარი არის რაღაც პლანეტა და ზედ შეიძლება დაადგე ეხლა უბრალოდ წარმოიდგინეთ რომ მთვარი არის რაღაც სივრცე სადაც გადიხარ და იქ ხდება აბსოლუტურად სხვა სივრცე გამსვლელი კარია ოღონდ წრიული კარია პორტალია გადიხარ და აქ უნდა მოძებნო სად არის მზე მოთავსებული ხო მთვარის სივრცეში მთვარიზე მაქვს ხილა ნანახი თამარ და პირადში მოგიყვებიო ხო არის საინტერესოა ჩემი აზრით მთვარე უნდა მოექცეს მზესთან მზე უნდა მოექცეს მთვარესთან სივრცეში იმის გავლით სხივის გავლით მადლობა სხივის გავლით რომ ცნობიერი აი ის ცნობიერი კარის გახსნას რასაც ვეძახით და ცანს რასაც ვეძახით გაიხსნას და არა მარტო მზე და მთვარე იმიტომ რომ ელოქს ესეთი რაღაც აქვს ნათქვამი რომ ის პლანეტები ჩვენ რასაც უწოდებთ პლანეტებს ვენერა მარსი პლუტო ნეპტუნი მერკური სატურნი ყველანი არიან აი ეს ცნობიერები გაიფანტნენ გადავიდნენ ღვთის სიტყვას ეს ცნობიერები აი წარმოიდგინეთ რომ სეიფი დააპროგრამო და ის 1-1-1-1-ზე კი არ იხსნებოდეს ის იხსნებოდეს 1-5-8-10 თქვა 1-5-8-9 ესე იხსნებოდეს ხო ხვდებით ხო რას 1-5-8-9 აი ეს 1-5-8-9 ერთ სივრცეში უნდა მოხდეს იგივენაირად მთვარე მზე და აი თქვა მერკური არის მე-9 ვთქვათ სიტყვაზე მთვარე მზე მერკური და ვენერა ერთ სივრცეში უნდა მოხდეს რომ გაიხსნას კარი ხო მაგრამ ჩვენ ვიცით წერილებიდან რომ ესენი გადავიდნენ ღვთის სიტყვას და დაარღვიეს თავისი რეისებია ესენი ხო თავისი რეისი თუ დაარღვიეს ესე იგი წარმოიდგინეთ რომ ჩვენ უსასრულოდ უნდა მოვიძიოთ სეიფის კოდი რა ხან ეს ვცადოთ და იარონ ამ პლანეტებმა ისე რომ ვერ მოხვდნენ თავის ადგილზე ვერ გაიაროს სხივმა მათში რა და თუკი ჩვენ მოუძებნით მაგალითად ვენერას უგრძანებთ და ვეთქვით რომ დადექი შენს რეისზე ღვთის სიტყვის მიხედვით ხო და ვენუსი ჩაჯდება თავის რეისში ღვთის სიტყვის მიხედვით მერე მარსს ვეთქვით რომ მარსიც უნდა ჩაჯდეს თავის რეისზე ღვთის სიტყვის მიხედვით და ყველა პლანეტას ვუბრძანებთ მაშინ შესაძლებელია რომ ცნობიერმა გაიაროს ერთ სივრცეში ანუ ერთ ჭრილში სხივი გამოვიდეს და გაიხსნას კარი მე ხო საუბრობ მეგობრებო ძალიან მეათე განზომილების დონეზე და ვისაც არ გესმით ნუ დაიტანჯავთ თავს რა ვინც მომყვებით აზროვნებაში მომყევით ასე რომ თუ რამე გაქვთ განსხვავებული აზრი ხო მომწერეთ რა ერთად ვიმშვიდობთ ამ თემაზე იმიტომ ახლა გაიხსნა ეს თემა დღევანდელი გახსნა და ახლა უნდა დაგემშვიდობოთ აბა თქვენიცით